საღამოშვიდობის ჩემო მსმენელებო და ჩემო გამომწერებო, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები იუდაიზმისა და ქრისტიანობის შესახებ. დღეს შევეხებით ლუკას სახარების მე-9 თავის 54-56 მუხლების ჩათვლით. მოვიხილოთ ყველა იმ საჭიროებო საკითხებს, რაც შეიძლება ამ მოხდან ვაკავშირებდეს და გვიჩენდეს აზრობრივ შეკითხვებს. მოკლედ დავიწყოთ, ხო? ტექსტს წავიკითხავ, ტექსტის გაანალიზებაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში გვექნება ტექსტის გაანალიზება და შემდგომ შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი განვავრცოთ, განვიხილოთ საერთო ჭრილში. მე გადავწყვიტე საღამოობით ჩამეწერა ხოლმე ლაივები, იმიტომ რომ საღამოობით არის ყველაზე წყნარად დამშვიდებული გონება და უფრო მეტი აზრი მოდის, რომ კარგად ვიაზრონოთ მშვიდად, არავინ არ შეგვაწუხოს და უკვე გამთენიისას ჩვენს მსმენელს დახვდება გამზადებული ლაივი. კარგი, მოკლედ, ეხლა მე წავიკითხავ ამ ტექსტს, შემდგომ თქვენი კითხვებით დაწერეთ და განვავრცოთ ეს საკითხი უფრო ვრცლად. კარგი, აქ კომენტარებს მიჩვენებს. კი ბატონო, ეს ჩავთე. დავიწყოთ. ლუკას სახარება მე-9 თავის 54, 55, 56 მუხლები განვიხილოთ. წავიკითხოთ. და ეს რომ იხილეს მოწაფეებმა იაკობმა და იოანემ, თქვენს უფალო თუ გნებავს ვიტყვით რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცი და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. მიუბრუნდა იესო შეხრისხნა ისინი და თქვა, არ იცით რომელი სულისანი ხართ? რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსატყმად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელი. და სხვა სოფელში წავიდა. ამით მთავრდება ეს ტექსტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც ხდება მათეს, ესა ლუკას სახარებაში, რაც სხვა სახარებისგან განასხვავებს და ძალიან სიღრმისეულია ამ ტექსტის შინაარსს. იმიტომ რომ ჩვენ გვხვდება ფიგურა ელია, რომელიც არის ჩამატებული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ადიშის 4 თავში არ წერია, აგერ მაქვს მე ადიშის 4 თავი და წავიკითხოთ რა წერია აქ. ლუკას სახარება მე-9 თავი 54 მუხლი. რამე თუ მოიცადეთ 54 მუხლი. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ იაკობ და იოანე რქვეს, უფალო, გუნებავს ვითარცა თქვით, რაითა გარდა მოხდეს ცეცხლი ზეცი და ახოცნეს იგინი. დამთავრდა. აქ არ არის ნახსენები, როგორც მოიქცა ვითარცა ელია ყო. არ არის ნახსენები ელია. და აგზელებს მიექცა შეხრისნა მათ იესო და თქვა, არა უწყითა რომლისა სულისანი ხარ თქვენ? რამე თუ ძე კაცსაი არ ამოვიდა სულთა კაცთასა წარწმენდად, არამედ ცხოვრებად და წარვიდეს სხვასად დაბასა. ეს აჩენს ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას და დიდ ნაპრალს ლუკას სახარების ავთენტურობაში. ანუ ვინაობაში თუ ვინ დაწერა ლუკას სახარება და ვის მიერ იქნა ჩამატებული ელიას პერსონა. მთლიანად ცვლის სახარების სიუჟეტს, რადგანაც თუ იესო ქრისტე მოციქულებს აფრთხილებს, რომ ზეციდან ცეცხლის ჩამოვარდნა ადამიანთა შეთვის მიზნით ეს არ ემსახურება მის სულს, გამოდის რომ ელიას ვერ დაადანაშაულებდა ამ კონკრეტულ მუხლში. ანუ იესო ქრისტე ელიასზე ვერ იტყოდა, რომ რომელი სულისანი ხარ თქვენ არ იცით. ასეთ შეურაცხყოფას იესო ქრისტე ელია წინასამეტყველს ვერ მიაყენებდა. ხო, მოკლედ ჩვენ მივყვეთ ახლა ძალიან ბევრი განმარტება არის, ბევრი კომენტარი, ბევრი განხილვები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომელითაც თავს
ვთვლით ვალდებულად, რომ ჩვენი ვისაუბროთ. და ჩვენი თქვათ, საზოგადოების წინაშე რადგანაც არ არიან ვალდებულები, არც არავის არ ვაიძულებთ, რომ აპრიორი მიიღო ჩვენი რომ ეს არის აბსოლუტური სიმართლე, რასაც ახლა ჩვენ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვახდენთ შედარებებს ამ მახლოკეთებს, როგორც თვითონ უყვართ ამ ყველაფრის თქმა. მე არაფერს არ ვიგონებ, რაც წერია, იმას ვცდილობ, რომ კითხვას სმენელს გადავცე და მკითხველისთვის უფრო მეტად გასაგები გახდეს, თუ ჩვენ რასთან გვაქვს ჩვენს საქმე. კარგი, მოკლედ დავიწყოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. მე წავიკითხავ თქვენ შეკითხვებს, შეგიძლია შემომიერთდეთ და დამისვათ ნებისმიერი შეკითხვა. ასე უფრო კარგი იქნება ჩვენი მსმენელებისათვის და არა, მე არ უყურებ მე პიროვნებებს, ვინ რას იტყვიან ზოგს უკან, ან თუნდაც აქ კომენტარებში ისეც რას დაწერენ საწინააღმდეგოს, მაგრამ პრობლემა არ მაქვს თუ გინდა დაწერთ. ამის პრობლემა მე არც მაქვს, ყველას აბსოლუტურად გავცენ რაც შემიძლია შესაბამის პასუხებსაც. ბატონო ლევან, ანუ მოწაფეებს სურდათ ხალხის დაწვა ცეცხლით? იესოს რომ ეთქვა შეასრულებდნენ და დაწვავდნენ ხალხს, იქ ხომ ბავშვებიც, ქალებიც და მოხუცებიც იქნებოდნენ მსხვერპლი. ლუკას სახარება 9:44 მუხლში ეუბნებიან მოწაფეები იესოს, უფალო თუ გნებავს, ვიტყვით რომ ცეცხლი გარდა მოხდეს ზეცი და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელი. კითხვა არის ლეგიტიმური, რა თქმა უნდა, მოწაფეებს აქ ამ მუხლში სურთ ხალხის ცეცხლში დაწვა, ამისი მომხრეები არიან და იესოს ეუბნებიან. გვიბრძანე და ჩვენ თვითონ ვიტყვით. ამ კონტექსტს დავაკვირდეთ, რას ეუბნებიან მოწაფეები. ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აქ ელიაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ელია იესო ქრისტეს არ იცნობდა, ელია ვერ ეტყოდა იესო ქრისტეს ასეთ რამეს, რომ უფალო მომეციცალა რომ ეხა ცეცხლი და ზეციდან ცეცხლი ჩამოვაგდო და ეს ხალხი შეწვა, იესოს არ სჭირდებოდა ამის თქმა, იმიტომ რომ ის თვითონ იყო გამკეთებელი და არავისგან ნებართვას არ საჭიროებდა. ის თვითონ იყო დამოწმებელი იმისა, რომ მის გარშემო იყო სერიოზული ძალები. ხო, პარალელები რო გავალოთ ელიასთან, ანუ აქ ელი არაფერში არ არის, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ლუკას სახარებაში ელიას ფიგურა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვხედავთ, რომ მოციქულები თვითონ სთხოვენ მაცხოვარს, რომ მისცეს უბრალოდ ნებართვა, მაგრამ თუ იესო ამ ნებართვას არ მისცემდა, ისინი გამკეთებლები იყვნენ ამისი, რადგანაც ამობენ, ჩვენ ვიტყვით, რომ ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდეს, აგერ ამბობს, ვიტყვით, ჩვენ, რომ ცეცხლი გარდა მოხდეს ზეცი და მოსრას ისინი. დაუფიქრეთ ასაოს, მოსრას ისინი. ანუ აქ იესოსგან კი არ იღებენ ნებართვას, რომ ძალაუფლება მოგვეცი, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, არა. ჩვენ ვიტყვით, რომ ზეციდან ცეცხლი გარდა მოხდეს ზეცით და მოსრას ისინი. აქაც მნიშვნელოვანია, ანუ გვიბრძანე, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ და ჩვენ ამას ვიტყვით და ეს შესრულდება. იმდენად დარწმუნებულები არიან მოციქულები თავის შესაძლებლობებში, რომ ამ ყველაფერს გააკეთებენ. აქედან ჩანს, რომ ლუკა მახარებელი სულიწმინდის შთაგონებით წერს მოციქულების პერსონაჟზე, რომ ელიას მსგავსად, როგორც ეს ელიამ გააკეთა და აკეთებდა ელია, ასევე აკეთებდნენ სხვებიც. ანუ ჩვენ ამ პრაქტიკით, რომ ჩვენ ვიტყვით მოციქულები ამობენ, სრული ძალაუფლება ჰქონდათ და არა მარტო ელიას, რომ იგივეს აკეთებდნენ მისი იესოს მოწაფეებიც. ანუ ცეცხლში ხალხს ცოცხლად წვავდნენ. ზეციდან ჩამოსული ცეცხლით. მოსრას ისინი აქ პირდაპირ დაწვაზეა საუბარი. შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ ეს მუხლი და თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ, რომლებსაც გულწრფელად წამთ თავიანთი მესია, ებრაელი მესია ღმერთის იესო. როგორც ყოველთვის ესეთ წამიერად სპონტანურად ინტერნეტს თიშავენ და არ მაძლევენ უფლებას, რომ საჯაროდ გამოვიდე, რადგანაც ეს ყოველგვარი სივრცე მათ ხელშია, მაგრამ ჩვენ არ გვიშლის ხელს არაფერს და არც არიან ისინი კანონით ძალაუფლება მოსელნი, რომ ჩვენ საუბარი შეგვიზღუდონ, ან მე მიმითითონ რა უნდა ვილაპარაკო. ის, ვინც თავისუფლების სურს ებრძვის, ის არ არის ქრისტიანის არ ეწოდება, ანუ ის არ არის ადამიანი. ვინც ზღუდავს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ამბობს, რომ ღმერთისთვის ლოგიკა ღმერთის სამყაროში აჭრის,
ის ადამიანი არ ემსახურება ღმერთს. იმიტომ რომ ღმერთისთვის ულოგიკო არაფერი არ არის. ღმერთს ჩვენთვის ულოგიკო არაფერი არ დაუწერია. უბრალოდ ჩვენ შემოგთავაზეს ეს ტექსტი, როგორც ბატონმა მახალმა ახსნა ლუკას სახარება ყოფილა გადაწერილი 1180 წლის თარიღით დაერქვა ამ სახარებას ლუკა თორე საერთოდ არ ყოფილა თავიდან ლუკას სახარება. არც ხმევია ეს. ეს თუ მეშლება, აგერ კომპეტენტური პიროვნებაა და მიბრძანდი და კითხეთ, ბატონო, ან გადახედეთ ლუკას სახარების ისტორიის წარმოშობას, რომ ეს სახარება არ მიეწერება ლუკას. ჩანს კიდევაც, რომ მოციქულმა, რომელმაც ლუკას მიაწერენ დაწერა აი ეს მუხლი და შემდგომ როგორ ჩანს ვიღაცა ადამიანის ხელი მოხდა და ამატებს და ამბობს როგორც მოიქცა ელია. რაც ჩვენ წავიკითხეთ, რომ არც ადიშის 4 თავში, არც ვატიკანის კოდექსში ჩვენ ელია არ ხვდება. კარგი, მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ლუკას სახარებაში რატომ წერია ელია? ბატონო ლევან, ადიშის 4 თავში წერია ელია? სახელი არ არის მოხსენებული, არ არის ელია, არ არის მოხსენებული, შემიძლია გაჩვენოთ, აი ეს წიგნი არის ადიშის 4 თავი. და ლუკას სახარება მე-9 თავის 54 მუხლი მთავრდება ასე. ვით არცა ვთქვით, რაითა გარდა მოხდეს ცეცხლისეცი და ახოცნეს იდინი. ანუ დაწვას ისინიო. შემდეგი კითხვა. იმ ეპოქაში ხომ შეიძლება ჩვენ გვეცხოვრა და ჩვენ შვილებსაც, ანუ მოწაფეებს ნება რომ მიეცა იესოს, დაგვწავდნენ შვილებიანად? ძალიან მძიმე მუხლია. მოწაფეები გამოდის ნებისმიერ საქმეზე იყვნენ წამსვლელები? აქ არ არის კონკრეტული საუბარი, რომელ ადამიანებზეა საუბარი, ან ვის დაწვაზე ესაუბრებიან მოციქულები, ან რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რომ მოციქულებმა ასეთი მკაცრი განაჩენი გამოუარტყეს ამ ხალხს. ზემო მუხლებში ჩვენ ვკითხულობთ ასეთ ისტორიულ ფაქტს. მიუგო იოანემ და უთხრა მას, მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, აუხსენით, აუკრძალეთ მას, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს. უთხრა მას იესო, ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესა. ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად და წინასწარ გაგზავნა მათთანი, ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის, მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი. ეს რომ მიიხილეს მოწაფეებმა, იაკობ და იოანემ თქვეს, უფალო, თუ გნებავს ვიტყვით, რომ ცეცხლი გარდა მოხდეს ეცი და მოსრას ისი. ესე იგი, მიზეზი იმისა, რომ მოციქულებს უნდათ ამ ხალხის ცეცხლით ამოჟლეტვა იყო ის, რომ უბრალოდ იესო ქრისტე იქ არ მიიღეს. იესო ქრისტეს გაგზავნილი მაცნენი. შევიდნენ სამარიელთა სოფელში, სადგომი გაემზადებინათ მისთვის, მაგრამ იქ არ მიიღეს იგი. აი ეს იყო მიზეზი უბრალოდ იმისათვის, რომ მოციქულებს გაუშვათ სურვილი ცეცხლში დაწვეს. სამარიელთა ერთ-ერთ სოფელში. საინტერესო ერთი ფაქტი ის, რომ ებრაელს აკრძალული ჰქონდა სამარიელთან საუბარი, რატო გაუშვებდა იესო, იუდეველი, წინადაცვითელი ებრაელი რჯულით, თავის მოწაფეებს სამარიელთა ქალაქში სახარების საქადაგებლად. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მოსეს თორასთან, იუდაიზმთან, ანუ იუდეველობასთან. იუდეველს აკრძალული აქვს სამარიელთან საუბარი. ასევე თვითონ იესო ქრისტე ამბობს ამას, მე არ ვიგონებ, არც იმ იუდეველთა პირით არ ვლაპარაკობ და არ ვიგონებ რაღაცებს, თვითონ იესო ამბობს, სამარიელთა ქალაქში ნუ შეხვდეთ. და თვითონ აგზავნის აქ ლუკას სახარებაში თავის მაცნებს სამარიელთა სოფელში და ისინი არ მიიღებენ, მაგრამ მხოლოდ იმის გამო გადაწყვიტავენ ასეთ კაცს განაჩენს მოციქულები, რომ იესოს გაგზავნილი მაცნეები სამარიელთა სოფელში არ მიიღეს. ასე ჩანს ტექსტში. გავაგრძელოთ. როგორც მოიქცა ელიაო, ანუ გამოდის ელიაც ადონაის ბრძანებით წვავდა ზეციდან ცეცხლის მეშვეობით ხალხებს.
მოსრავდა დიდიან პატარიანად. ასე გამოდის ლუკას სახარებაში, რატომ მოიხსენიეს ელიას სახელი? ადისში არ წერია და რატომ ჩაამატეს? თუ ადისშიც არის, სხვა სახარებებში არის ელია მოხსენებული? განმარტოთ ეგ მოხრი თუ შეიძლება. ადიშის 4 თავში არ არის, რა თქმა უნდა, აქ არ გვაქვს ჩვენ საუბარი ელია წინასწარმეტყველზე. როგორ მოიქცა ელია, ეს არ არის ჩვენი განსაკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მეოთხე მეფეთას წიგნები რამდენად ავთენტურია ჩვენ არ ვიცით. იმიტომ რომ ელიაზე იქ ბევრი რაღაც ისეთი წერია, რაც ჩვენთვის ასე როგორც ტექსტის გააზრებით ჩვენ ამას ვერ გადმოვცემთ, ვერ წავიკითხოთ. არ ვიცით იმ ტექსტში რა იმალება და რამდენად არის ეს რეალურ საფუძვლებზე დაფუძნებული და რამდენად გააკეთა ეს ელიამ ჩვენ არ ვიცით. ეს არის ფაქტი, რომ ელია წინასწარმეტყველმა ეს ღმერთის დავალებით კი არ გააკეთა, არამედ უთხრა ერთ-ერთ მეფეს წარმომადგენელს ასეთი რამ. შეგვიძლია ჩვენ ნახოთ ეს ტექსტი არის მეოთხე მეფეთას პირველი თავის მე-14 მუხლი და გავეცნოთ კონტექსტში, ანუ რა მოხდა ელიას დროს. მეოთხე მეფეთას პირველი თავის მე-12 მუხლში წერია ეს ამბავი. მიუგო ელიამ და უთხრა, თუ მე ღვთის კაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და შთან დგას შენი 50 კაცი თუთ. ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთან დგა იგი მისი 50 კაცი თუთ. ეს ელიამ გააკეთა მესამედ. მესამედ მიუგზავნა 50-ის თავი, თვისი 50-ეული თურთ, ავიდა მესამე 50-ის თავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე და მუდარით უთხრა, ღვთის კაცო, ფალსი დასდე ჩემ სიცოცხლეს და ამ 50 შენი მორჩილი სიცოცხლეს შენს თვალში. ახლა ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთან დგა ორი წინა 50-ის თავი, თავის 50 კაცთან ერთად. ახლა ფალსი დასდე ჩემ სიცოცხლეს შენს თვალში. უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას, ჩახტები, ნუ გეშინია მათი. ადგა ელია და ჩავიდა მათთან ერთად. მეფესთან. ჩვენ ხედავთ, რომ ელია წინასწარმეტყველი არა მარტო ერთ გზის აკეთებს ამ ყველაფერს, არამედ სამგზის წვავს ცეცხლში ფუფქავს ამ გაგზავნილ ადამიანებს მათ ჯარისკაცებთან ერთად. 50-ზე საუბარი. ეს არ არის გადაწყვეტილება ღმერთისგან, არამედ არის გადაწყვეტილება ელიასგან, რომ მე თუ ღვთის კაცი ვარ, ზეციდან ცეცხლი ჩამოიჭრა და დაგწვას. ერთი წუთი მეგობრებო მივიწერე ხა მე რომ არ გამიფრთხილებია რომ ლაივში ვარ და დამელოდეთ ერთი წუთი. ახლა ნუ მოკლედ ელიას გადაწყვეტილება ეს რომ მე თუ ღვთის კაცი ვარ შენს თვალში, ჩამოიჭრა ზეციდან ცეცხლი და შთან დგას. და ეს შესრულდა კიდევაც. ანუ ელიას თქმა და ზეციდან ცეცხლის ჩამოტანა და მათი შეწვა იყო დასტური იმისა, რომ ელია ღვთის კაცი გამოჩნდა რატომღაც. ასე გვეუბნება მეოთხე მეფეთას ტექსტის ავტორი. კარგი, გავაგრძელოთ. ლუკას სახარებამ მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა, არ იცით რომელი სულისანი ხართ, რას ნიშნავს ეს, რომელი სულისა ხართ, რატომ მეუბნება? ანუ თუ კი ელია წვავდა ადონაის მეშვეობით ცეცხლის ძალით, თუ კი მოსრავდა ხალხს, სხვა სულის იყო ელია? ლუკას სახარების მიხედვით, ანუ ლუკა ელიას ეწინააღმდეგება? აქ ბოროტსულად თუ არ წარმოგვიდგენს ლუკა ელიას? კარგი შეკითხვა, კომპეტენტური შეკითხვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ბერძნულ ტექსტთან წტომა ჩვენ არა გვაქვს სამწუხაროდ და ვისაც აქვს წვდომა, მე რომ შევადარებ ბერძნულ ტექსტს, როგორც მოიქცა ელია, ეს არის დამატება მოგვიანებით, რომელიც გაურკვეველი პიროვნების მიერ არის დამატებული და შემდგომ, როდესაც იესო მიუბრუნდა შერისხა მათ ისინი და უთხრა, არ იცით რომელი სულისანი ხართ, ესეც არის მოგვიანებით დამატება, რაც ბერძნულ ორიგინალში ჩვენ არ ხვდება. დამატების ავტორი ჩვენ არ ვიცით და სრულიად შეუფერებელი იქნებოდა ამ ორივე კონტექსტში მოხსენება, რადგანაც თქვენი შეკითხვა რომ არ გაჩენილიყო, სრულიად ლოგიკურია ეს შეკითხვა, რომ ჩვენ აქ საუბრობთ აშკარად ჩამატებაზე. თუ იესო ქრისტე ამბობს, რომ
არ იცით რომელი სულისანი ხართ, მაშინ რომელი სულისა იყო იესო, ის ელია, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდა. რა თქმა უნდა, იესო თუ ელიას ღმერთი იყო, მაშინ აქ იესომა დათანხმებოდა ელიას აქციაზე და თავისი მოწაფეების აქციებით უნდა გაეправებინა და უნდათ დაერთო რომ ასე მოქცეულიყო. მაგრამ თქვენი ლოგიკა არ აინტერესებთ რელიგიურ ადამიანებს, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ღმერთთა ლოგიკა არ ჭრის. კარგი, მოკლედ გავაგრძელოთ შემდეგ კითხვა. არ არის კარგი წაართვა პური შვილებს და ძაღლებს დაუგდო. მათეს ახარება 15:26-ში ამბობს, ქანაანელი ქალს ეუბნება იესო და რაში დაჭიდათ სამარიელებში ქადაგებები? მერე თუ არ მიიღეს სამარიელე, მაგის გამო უნდა დაწვა და მოსრა ოჯახიანად? ჩვენ მაშინ სხვა ჯურის ხალხი გამოვდივართ. დიახ, სრულიად ლეგიტიმური პასუხი არის. მივესალმებით ბატონ ზაზას, რომელიც ეხლახან შემოგვიერთდა. ძალიან მაინტერესებს თემაზე საუბრობს ბატონი ლევან პეტრიაშვილი. ლუკას სახარების მეცხრე-თავის 52 მოხს განმარტავს. ელია მოხსენებული არაა ადიშში და ლუკაში მოხსენებული არის. დიახ, ასე არის. ლუკას სახარება მეცხრე-თავის 56 მუხლი. რადგან ძეკაცისა ადამიანთა სულების წარსაწმენად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად და სხვა სოფელებში წავიდნენ. ანუ რა გამოდის ძველ აღთქმაში ადამიანების სულების წარსაწმენად იყო მოსული? ტექსტიდან გამომდინარე, თუ ელია ცეცხლით წოვდა ადამიანებს, ესე იგი გამოდის, რომ ის მათ სულებს წარწმენდავდა. საინტერესო პარალელი შეგვიძლია ჩვენ გავავლოთ იოანეს სახარების 18 თავის 9 მუხლი, სადაც იესო ქრისტე საკუთარ მამასთან თავს იმართლებს და ამბობს, რომ მას არავის არ დაუღუპავს. შეგიძლიათ თქვენ ნახოთ. იოანეს სახარება 18 თავის 9 მუხლი. რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც თქვა, მათგან რომელიც მომეცნე არ დამიღუპავს არც ერთი. ეს არის ახალქართულ ტექსტში, ანუ ყველაზე ძველი ახალქართული გამოცემა თარგმანი საპატრიარქოს და ჩვენ ნახოთ ადეშის 4 თავში იგივე მუხლი რა წერია. 897 წლით თარიღდება ადეშის 4 თავი. მიქაელი არის გადამწერი ბერი. იოანეს სახარება 18 თავის 9 მუხლი. ეხავე მოგაქცევთ ყურადღებას, წავიკითხოთ თქვენს კომენტარს დამელოდეთ. 18 თავი. რაით აღესრულოს სიტყვა იგი, რომელიც თქვა, ვითარმე, რომელი მომცემნე არავინ წავწყნიდო მათგან. ტექსტში გასაგებად წერია, რომ არის საუბარი დაღუპვაზე, წარწმენდაზე და არა დაკარგვაზე, რამე ნივთის. ანუ იესო ქრისტე მამის წინაშე თავს იმართლებს, რომ მას ვიღაცის დაღუპვა სურდა და ვინც მისცა, არავინ არ დაღუპია, დაღუპვის ის კარდა, ესე გამოვიდა თქოს იუდა მან დაღუპა. მე არ ვიგონებ ტექსტი თვითონ ამბობს, რომ არავინ წარწმენდა მათგან. ვის წარსაწმენდად იყო იესო მოსული? ეს უკვე ნაპრალს აჩენს სახარების ჭეშმარიტებაში და ღვთისმსულიერობაში, ისევე როგორც ლუკას სახარების 9:54-ში ელიას აღმოჩნდა, რომელიც არ იყო ჩამატებული, არ იყო თავდაპირველად ორიგინალში და შემდგომ მოხდა ვიღაცის ხელით ათომღაც მოციქულების გადაწყვეტილება დაუკავშირეს ელიას. ეს არის სული ფატალიზმი სახარების ჭეშმარიტების. თუ საჭირო იქნებოდა, რომ სულიწმინდა ლუკას მეშვეობით დააწერინებდა სახარებაში ელიას სახელს, ამას თვითონ ლუკა გადაწყვეტდა და სულიწმინდა. თუ საჭირო ჩათვლიდა, მაგრამ ახლა საჭირო არ ჩათვალა ლუკამ და არ დაწერა, ამისი დამატება მე მიმაჩნია სრულ აბსურდად და სრულ გაუკუღმართებად წერილის. კარგი, გავაგრძელოთ. მამასთან ვერავინ მივაო ჩემს გარეშეო, ქრისტემ თქვა, მე კი ვიცი დაჟე ცოცხლად აიტაცა ღმერთმა ელიაო, გამარკვია ლეუში. იესომ ისე თქვა, რომ ჩემთან ვერავინ მოვა თუ მამა ჩემ არ მოიყვანა. და არა ის მარტო რომ ქრისტეს გარეშე ვერავინ მივა მასთან. ასევე ქრისტესთან ვერავინ მივა თუ მამა მის არ მიიყვანა. თუ ჩვენ მამა არ გავიცანეთ, იესოსაც ვერ გავიცანთ და ჩერეზ იესოთი მამასთან ვერავინ მივა თუ მამამ თვითონ არ გაგვეხილა, როგორც ივანეს შემთხვევაში მოხდა, ხო, ამბობს, მე არ ვიცნობდი მას, სანამ ჩემო მოუვლებელმა არ მითხრა მასზე, რომ ვიზედაც დაინახავ ტრედს, სულიწმინდა ტრედის სახით გარდამოვას, ის არის ვიზედაც მე დავამოწმე. ანუ მოწაფეებმა იცოდნენ ძველი აღთქმა ლუკას სახარების მიხედვით,
როგორც ელი აკეთებდაო, ისე გავაკეთეთო, გვიბრძანეო ცეცხლის წვიმა, რომ დავატეხოთო და გამოდის ძველი აღთქმის ღმერთი ხალხს მოსრავდა. მართალი იობიდან მინდა მოვიტანო ციტატა. იობი მე-9 თავის 22 მუხლში წერია. სულ ერთი, ამიტომაც ვამბობ, უნციკლოდ და ბოროტს ერთიანად გუყავს იგი. საინტერესოა, მადლობა. შემდეგი საკითხი. იუდეველები იმ ეპოქაში ყველას, ვინც იუდეველი არ იყო, წარმართებს სიმბოლურად ძაღლებს უწოდებდნენ. იესომაც ხო თქვა, არ არის კარგი წაართვა პური შვილებს და ძაღლებს დაუგდო, მათ ესახარება 15:26. ანუ იესო იუდეველი გამოდის, ასე არაა? იქნებ პავლოსთან ბატონო ლევან. დიახ, იესო არის იუდეველი. ლუკას იოანეს სახარების მე-4 თავის 22 მუხლში ის ამბობს, რომ ხსნა არის იუდეველთაგან და ამბობს სამარიტელს ეუბნება ასეთ რამეს. თქვენ, ანუ სამარიტელებიო, არ იცით რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ, ანუ იუდეველებიო, ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს. აქ იგულისხმება ჩვენს, თავის იგულისხმება, რომ თვითონაც, როგორც იუდეველმა იცოდა, ვისაც სცემდა თაყვანს. ძალიან გვაინტერესებს თვითონ იესო ქრისტე, ვის სცემდა თაყვანს. და ამატებს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ იესო ქრისტე ამბობს, რომ ის არის იუდეველი და ხსნა არის იუდეველთაგან და არა ქართველთაგან. ან რუსებისგან, ან სლავებისგან. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ტექსტი ამას გვეუბნება, რასაც იესო ამბობს, მე არაფერს არ ვიგონებ. ძველ აღთქმაში სხვა სული მოქმედებდა თუ ახალ აღთქმაში შეიცვალა ღვთის დამოკიდებულება ცოდვილთა მიმართ. კარგი შეკითხვაა, მადლობა. მოდი მივყვეთ ჩვენ დეტალური შესწავლა ამ მუხლის. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ელიას ჩამატება მოხდა თვითნებურად გადამწერის მიერ, რაც არის უდიდესი შეცდომა. თუ სულიწმინდა სურდა ლუკას ხელით მის სახარებაში არ მოხვდარიყო ელია, ვის ჰქონდა უფლება თვითნებურად ჩამატების? თან ტექსტში საუბარი არაა ელიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ელიას მსგავსად იქცეოდა, რა დარწმუნებულები ვართ, რომ ელიასნაირად სხვებიც იგივეს არ აკეთებდნენ. ტექსტში ნამდვილად არ იგულისხმა ელია მოციქულმა ლუკამ. დავაკონკრეტოთ მაინც. რადგან იესოს მოწაფეები თვითონ ამბობენ, ჩვენ ვიტყვით, რომ ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით და მოსრას ისინი. აქ საერთოდ არ არის საუბარი ელიას შესაძლებლობებს. ტექსტი გვეუბნება ჩვენ, რომ ელიას მსგავსად ამის ძალაუფლება ჰქონდათ მოწაფეებსაც. და ოდესაც გადამწერი აქ მიუთითებს ელიაზე, თითქოს ეს ელიაზე არის ნაგულისხმები, მაშინ ამ მოწაფეებს აღარ უნდა ეთქვათ, ჩვენ ვიტყვით ამას, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ. გამოდის, რომ მხოლოდ ელია არ ყოფილა მთელი საღვთისმეტყველო ერის ისტორიაში, ან ისრაელის ისტორიაში, ვინც ამას ცეცხლით აკეთებდა და ცეცხლიდან ზეციდან ცეცხლი წვავდა ხალხს. თუ ეს მხოლოდ ელიას შეძლო, მაშინ ხომ არ ეტყოდნენ ჩვენც ვიტყვით, ან ჩვენი ვიტყვით. ესე იგი ელიას გარდა სხვებიც აკეთებდნენ ამას, ხო ლოგიკური არის. არა გამოდის, ტექსტი შეიძლება საერთოდ არ გულისხმობდეს ელიას და მისი თვითნებური ჩამატება ნიშანია იმისა, რომ სულიწმინდა მოციქულს რაც დააწერინა, ეს იყო შეცდომა. თუ რამე საჭირო იქნებოდა, სულიწმინდა ლუკა მახარებელს ხომ დააწერინებდა, რატომ გამოატოვინებდა ელიას, თუ კი აქ ელიას იგულისხმებდა? ამიტომ მეუბნება იესო მათ, არა უწყითა, რომლისა სულისანი ხარ თქვენ? თუ აქ ელიაზეა საუბარი, მაშინ რომელი სულისგან იყო ამას რომ აკეთებდა? შემდეგ ამატებს იესო, რამე თუ ძეკაცსა არ მოვიდა სულთა კაცად და წარწმუნად, არამედ ცხოვრებად. თუ ელიაზეა საუბარი აქ და ელია ადონაის ბრძანებებს ასრულებდა, მაშინ ადონაი ადამიანის სულებს წმინდავდა? იმ მოციქულების როგორ ვიწამოდა მათი სიტყვის, რომლებიც ადამიანის ცეცხლით დაწვას მიესალმებიან და ყველაფერზე არიან წამსვლელი. იესოს რომ ეთქვა ქალებს და ბავშვებს გაუპატიურებდნენ, ცეცხლში დაწვა ნაკლები არა გაუპატიურებაზე? ტყვით სიკვდილი უფრო კაია, ვიდრე ცეცხლზე დაწვა. კანი გეწვება და საშინელი ტკივილი. ხედავ იესოს მოწაფეები რას ეუბნებიან? მოსრას ისინი, ახოცნეს ისინი, ანუ მიწასთან გასწორდებიან, აღიგებიანო ეგრევეო, ცეცხლი დაწვავთ, დაიფუფქებიანო,
წარმოიდგინე რამ ტანჯოლია თან ცეცხლში რომ იწვება ადამიანი. ანუ შენ რომ შვილები მხოლოდ იმისათვის გააჩნია რომ დატანჯო, ურტყა, ცემო, აწამო და მაგით სიამოვნება მიიღო. შემდეგ კიდევ მისი სული სამუდამოდ გაუშვა ჯოჯოხეთში. როგორი ადამიანი იქნები? მაშინ ისმევა კითხვა. ადონაი როგორი ღმერთი გამოდის? ხედავ, მოციქულები თანახმანი არიან. ცეცხლი გადმოვიდეს ზეცით, ესე იგი და თან იესოსგან ელიან ბრძანებას და იესოს ასეთი ბრძანება რატო უნდა მიეცა მათთვის? თან ჩვენ ვიტყვითო. რატო ეუბნებიან მოციქულები ჩვენ ვიტყვითო? იესო ვერ იტყოდა თუ საჭირო იყო? მოციქულებს ვინ ეკითხებოდა ცეცხლის გარდმოსვლას? მოციქულებიც ადონაის მიმდევრები იყვნენ? მათაც უნდათ ხალხის დახოცვა? თან აქ ელიაზე არაა საუბარი, მოციქულები თავად ეთხოვენ ამას. გამოდის რომ ელია იესოს თქმით ბოროტის სულისგან იყო? აბა როგორაა იახვე იესო, ანუ ადონაი, თუ კი ელიას ღმერთს იახვე იგივე ადონაი ერქვა? კარგი, მოკლედ ახლა თქვენ შეკითხვებსაც მივხედოთ, თან პარალელურად ტექსტსაც წავიკითხავ. თუ არის, ვიცოდეთ, თუ არის შესაძლებელი ელია იმიტომ ჩაამატა ლუკამ, რომ კონკრეტულად სახელი ყოფილიყო მოხსენებული, იქნებ ადეშიც ელიაზეა საუბარი და იქ უბრალოდ მისი სახელი არ წერია. არ არის ელიაზე საუბარი, არამედ ამას მოციქულები პირადად თვითონ ითხოვენ ბრძანებას, ნებართვას იესოსგან, რომ ჩვენ ვიტყვითო და გადმოხდება ზეციდან ცეცხლი. ჩვენ გავაკეთეთ ამასო, შენ უბრალოდ გვიბრძანებო. შენ უბრალოდ ნება დაგვდე, თქვი რომ ეს მოხდეს და ჩვენ გავაკეთეთ გასაკეთებელს. თავარია შენი თანხმობა, რომ ეს გავაკეთოთ. ანუ ბიძგი რომ მიეცა იესოს თავისი მოწაფეებისთვის, მოწაფეები ამას თავისი ძალაუფლებით გააკეთებდნენ. არ არის მოხსენებული ელია. საერთოდ არ ფიგურირებს აქ ელია და არც არის საუბარი ელიაზე, რადგანაც მოწაფეებიც მსგავსად აკეთებდნენ ამას, როგორც ტექსტიდან ჩანს. ხალხი შეთხოვდა. ანუ იესოს მოწაფეები ბოროტის სულით იყვნენ შეპყრობილი, ეს ძალიან სკანდალური გამოდის. აბა რატომ ეუბნება არ იცით რომელი სულისანი ხართო? წარმოიდგინეთ, ცეცხლით უნდათ ხალხების მოსვლა მოწაფეებს და რატომ უნდა ვენდოთ მაგათ სახარებებს? მერე მოინანიეს, ანუ სერიულმა მკვლელმა რომ მოინანიოს და მერე ვიწამოთ და სულიად ვენდოთ? ნუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ტექსტი უნდა ვაღიაროთ, რომ წერია და ჩვენ ამ ტექსტს ვერ გავექცევით. რომ მოციქულები თანახმანი იყვნენ ის ადამიანები დაეწვათ, რომლებმაც არ მიიღეს იესოს მიერ გაგზავნილი მაცნებები. მხოლოდ იმის გამო დაეწვათ ცეცხლში, რომ არ მიიღეს იესოს მიერ გაგზავნილი მაცნები. ასე გვეუბნება ჩვენ ლუკას სახარების მე-9. უმძიმესი მუხლია. წარმოიდგინეთ შვილებს სიმწრით ძდი, მით უმეტეს იმ ეპოქაში უდაბნოში, სადაც მარტო ზეთისხილი ხარობს და ამ დროს ვიღაც მოწაფეები მზად არიან ოჯახიანად ამოგბუგონ იმის გამო, რომ არ მიიღე ოჯახში. ეს სამართლიანია? ნუ ეს გადაწყვიტოს იმ მიმდევრებმა, ვისაც წამთ ამ ტექსტის უცდომელობის და სულიწმინდით ახსილობის. არჩევანი მათზეა. თუ კი სამებაა, მაშინ რატომ ეუბნება იესო მოწაფეებს, არ იცით რომელი სულისანი ხართო? როცა მამა წმინდა იობს სიცოცხლეს უმწარებდა, ეშმაკთან საუბრის შემდგომ ბოლოს იობს ამოხდა. იობი მე-9 22 მოხდა. სულ ერთი, ამიტომ ამბობ, უმციკლოს და ბოროტს ერთიანად ხუპავს იგი. ანუ საკუთარ თავს ამხელს იესო, თვითონაც სხვა სულის იყო? ძალიან დამაბნეველი შეკითხვა, რთულია ამაზე ვიპასუხოთ. უბრალოდ ტექსტი გვეუბნება, რომ იმ ღმერთს, რომელიც იცნობდა და იობს, გარიგებული არის სატანასთან და პირდაპირ ეუბნება, შეგიძლიათ ნახოთ მეორე თავის 13 მოხში, რომ აქ არ არის კონკრეტულად რომ სატანა სჯის იობს და ამწარებს, არამედ აქ ურევია თავად იმ ღმერთის ხელი, რომელსაც ემსახურებოდა იობი. ნახოთ მეორე თავის 13 მოხლი უნდა იყოს. ეხავე წავიკითხავ. შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავის ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს. ერთი წამით ნახოთ. ხო, მეორე თავის მესამე მოხლი არის. უთხრა უფალმა სატანას, არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე.
ალალი წრფელი ღვთის მოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიარაღით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმეზოზოდ დამეღუპა იგი. აქ ტექსტი გვეუბნება, რომ იობის დაღუპვის სურვილი და მიზეზი იყო ის ღმერთი, რომელსაც თავად იობი ემსახურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იობი უმციკლო იყო მის თვალში და თვითონ აღიარებს ამას ღმერთი იობზე, რომ ის არის ალალი, წრფელი და ღვთის მოშიში კაცი. ანუ იცის ღმერთმა იობი რომ გულწრფელია და სატანას ეუბნება, რომ შენ კი მაქეზებდი, რომ უმეზოზოდ დამეღუპა იგი. სატანის ინტერპრეტაცია და ინიციატივა არ იყო, რომ იობი დაიღუპა. ეს იყო იმ ღმერთის ინიციატივა, რომელსაც ემსახურებოდა გულწრფელად იობი. ასე რომ, როდესაც იობი საუბრობს ღმერთზე, რომელსაც ის იცნობდა, ამბობს ასეთ რამეს მე-9 თავის 22 მუხლში. უმციკლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი. რა თქმა უნდა, თუ აქ იესო იგულისხმება, იესო საკუთარ თავს ამ ხელს, რადგანაც იძახის, თუ ამას დაუჯერებთ, რომ არ იცით ვისი რომელი სულისანი ხართო. რომელი სულისგან იყო ელია, ეგ თქო მკითხველმა და მსმენელმა გაარჩიოს. შემდეგი საკითხი, აბა წავიკითხოთ. საწყალი იობს საკუთარი ცოლშვილი და ცოლშვილი უტყავდა, ჩავარდნილი იყო ლოგინად და შვილები დაეხოცა. საშინელი სენით და წყვილებით იტანჯებოდა, რომელიც სულისჯიდა მას. კი ბატონო, დემონი, მაგრამ რატომ იყო დემონი შეთანხმებული ადონაისთან, თუ კი ადონაი ღმერთია, ანუ იგივე იესოა. მაშინ რას ნიშნავს მოწაფეებს, რომ ეუბნება, არ იცით რომელი სულისანი ხართო? დამაბნეველია ძალიან სამებისტები, ტრინიტატები რას ფიქრობენ ამაზე. სიმართლე გითხრა, ტრინიტატები არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ამაზე, იმიტომ რომ ჩემთვის მართლმადიდებლური, კონკრეტულად მართლმადიდებლური კათოლიციზმის აღარაფერს აღარ ვიძახი, იმიტომ რომ კათოლიციზმი აღიარა, რომ ისინი ემსახურებენ ებრაელთა ღმერთს, იაჰვეს და ეს გამოჩნდა კიდევაც ლათინურ წარწერებში, პირდაპირ აწერია იჰოვე, ადონაის ტეტრაგრამატონის ფიგურა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ხვდებით მართლმადიდებლურ ტაძრებში, სინამდვილეში სამაგიეროდ ჩვენ ხვდებით მათ მოძღვრებაში, მათ კალენდარში, რომ ისინი ფარულად ემსახურებიან ებრაელთა ღვთაება ადონაის, რომელსაც იჰოვეს ინიციალებით მოიხსენებენ იუდაიზმში. გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა ეს ფაქტი ესეა, თუ ისინი აღიარებენ, რომ იესო იაჰვეა, როგორც ჩემზე დადეს ვიდეო YouTube ლევან პეტრიაშვილის წვალებლობა ამხილეს, ჯაკობ 778 რო აქვს საიტი, იცით ვიზეც ლაპარაკობ, მან კომენტარიც მომწერა, მაშინ მე არაფერი პრობლემა არ მაქვს, შეგიძლია მოусმინოთ იმ ლაივს, ჩემს წინააღმდეგო ჩაწეროთ და ნახავთ, რომ იქ პირდაპირ მართლმადიდებლები ამბობენ, რომ იესო არის იაჰვე. ანუ ისინი ღიად გამოდიან და აღიარებენ თამამად, რომ ისინი ემსახურებიან იესოს, როგორც ძველი აღთქმის ღმერთ იაჰვეს. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რომ გამოვედი იმ კაბენის მონასტერში და თქვი ჩემი სიტყვა, მე ვალდებული ვიყავი, როგორც ბიბლიის კვლევარი, მეთქვა, რომ იესო ქრისტე არ არის იაჰვე და იესო ქრისტე საკუთარ თავს ვერ დაიწყავდა ჯვარზე, რაც უნდა იაჰვე ყოფილიყო. ვინ დაწყევლა იესო ჯვარზე? ამაზე პასუხი მათ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ისინი არიან დაგიპნოზებულები, ანუ ასე ვთქვათ, დაზომბირებულები კონკრეტული იდეოლოგიით, რომლებიც თავაზობენ მამაოები, წმინდა მამების სახით. ეს არის ადამიანების გამოთაყვანების ყველაზე კარგი საშუალება, თუ როგორ გამოურიცხო ადამიანებს ტვინი და ათაყვანებინო იმ ღმერთს, რომელსაც არ იცნობენ. და ამ ღმერთს სახელი აქვს და ის არის კონკრეტულად ისრაელი ერის ღმერთი, რომელმაც აირჩია ისრაელი, წინადაცვეთა დაავალა და იაკობს უწოდა ისრაელი. ისრაელის ღმერთი არის უბრალოდ ის ადონაი, რომელსაც მართლმადიდებლები ფარულად თუ შეფარვით თუ ღიად თუ ცხადად, ეხლა უკვე ცხადად სამწუხაროდ ემსახურებიან. მე ძალიან არ მინდა რომ ეს სიმართლე იყოს, თქვენთან ერთად არ მსურს, მე ამის წინააღმდეგიც ვარ, გამოდივარ ჩემ ლაივებში და ყოველთვის ვძახი რომ იესო ქრისტე ადონაი არ არის, იესო ქრისტე იაჰვე არ არის, მაგრამ რატოღაც აგორებულია PR კამპანია, ასე ვთქვათ, ჩემს წინააღმდეგ, ვითომ მე მწვალებლობას ვავრცელებ და შეგიძლიათ YouTube-ზე ჩაწეროთ ბევრი ცუდი რაღაცები ჩემზე და მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ჩაწერეთ ლევან პეტრიაშვილის მწვალებლობის ხილება
ამოგიგდებ და მოусმინეთ იმ ვიდეოს, უბრალოდ მოусმინეთ და შემდგომ მათ ვერსიებსაც გადახედეთ, თუ ისინი რას ამბობენ ჩემზე. იდროს ეგ ვიდეო პრობლემა არ მაქვს, ჯერეთი იმ ფოტოს დადების უფლება, ჩემი ფოტოების დადების უფლება არავის არ აქვს ჩემი ნებართვის გარეშე, მე ჩემგან ნებართვა არავის არ აუღიარებ, ჩემი ფოტოები დაედოთ. მე არა ვარ ქრისტიანი, არც მართლმადიდებელი, მე ვარ ბიბლიის მკვლევარი, არ ვარ ვარდებული მე წამდეს ქრისტესი და ეგეთ რაღაცას როგორც წარმართი არასოდეს არ გავაკეთებ, არა იმიტომ რომ ადამიანურობიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არც კაცობაში არ ჯდება ეს და არცად არ გამართდება ის რომ ადამიანის ფოტო ამოჭრა, მის უნებართოდ დაუდო YouTube-ზე და ამით ვიზიო შური. ამისი მომხრე ვინც არის ეთყობათ, ხო? მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, იდოს ძალიან მშვენიერი ფოტოებია. შეგიძლიათ ნახოთ და ჩაწეროთ და ამოგიგდებთ და გაიცნოთ ვინ არის ლევან პეტრიაშვილი. შეგიძლიათ ჯემისაც კითხოთ ვინ არის ლევან პეტრიაშვილი, არა პრობლემა. კაი, მოკლედ, ჩემი დახასიათებას არ ვაკეთებ, ნუ მოკლედ მე მინდა დაგანახოთ თქვენ რომ აშკარად თუ ფარულად აღარ უკვე ღიად გამოდიან მართლმადიდებლები და იცახიან რომ იესო ქრისტე არის იახვე, ძველი აღთქმის ღმერთი. რასაც მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ხო, ლუკას სახარებამ ეს წავიკითხეთ. რადგან ზეკაც ადამიანის სულების დასაწყნელად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად და სხვა სოფელში წავიდა. მაშინ რატომ ტანჯავდა იობს? ანუ რეინკარნაცია განიცადა ღმერთმა და კეთილი მოევლინა კაცობრიობას, როცა საწყალი იობს სულს ხდიდა, რეინკარნაცია არსებობს ბიბლიურად? ნუ როგორც ეს თალმუდის განმარტებლები ამბობენ, რომ რეინკარნაცია არსებობს და არ არსებობს მხოლოდ ერთი იესო, ბევრი იესო ყავთ და არ არსებობს მესია, რომელიც ერთჯერადად მოდის, ის მრავალჯერ მოდის. და დღესაც ელოდებიან და წარსულიც იყო ის მესიები და მესიები არ არიან კონკრეტულად ერთ პიროვნება, რომელიც მოდის და არის რჩება. ზოგი ვერსია, ბევრი ვერსია არსებობს, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით მათი პირის მეშვეობით, ანუ მათ მაგერად ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, რადგანაც ჯობია თვითონ ელაპარაკდნენ ამაზე და თქვან, რომ ისინი აღიარებენ რა, თუ არ აღიარებენ იესოს მესიად, ისინი მიაჩნევენ, რომ ის ბევრი მესიაა და იესოც ერთ-ერთია, რომელიც მათ მიიღეს თუ არ მიიღეს მესიად, მათი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჯგუფში გასაგებად წერია, რომ მესია რომ მოდის 400 წელი იმეფებს დედამიწაზე და მასთან ერთად ყველა ხალხი დაიღუპება და საყოველთაო აღდგომისას მასთან ერთად ყველანი უნდა აღდგეთ. არსად არ წერია, რომ მესია სადღაც ცაში მიფრინავს. არის ისეთი ვერსიაც, შეგიძლიათ მოიძიოთ ეზრას მეშვიდე თავი და ამით მივხვდებით, რომ ეს 400-იანი მმართველობა ნიშნავს იმას, რომ იუდაიზმში მესია ერთადერთი არ არის, ანუ ერთი არ არის, ბევრი მესიები არის. და ბევრჯერ მეორდებიან ეს მესიები, ბევრჯერ მოდიან დედამიწაზე. ნუ მასი მესია კიროსაც ეწოდებოდა, თუ ვისაც გაინტერესებთ მესიანური იუდაიზმი, შეგიძლიათ გაეცნოთ ორენ ლევარის ლექციებს, ასევე არის ბევრი რაბების ლექციები და ვინც დაინტერესებული ხართ იუდაიზმით და ეზოთერიკით, შეგიძლიათ მიმართოთ და კითხოთ, რამდენი მესია იუდაიზმში. ნუ ჩვენ რაც ტექსტი გვაქვს და შედარებებს ვახდით, ჩვენ გვაქვს ორიენტირებული კონკრეტულად იესოზე, იყო თუ არა იესო, განიცადა თუ არა მან რეინკარნაცია, არსებობდა თუ არა მისი ორეული სხვა სამყაროში. ნუ სახარება ჩვენ ამაზე არაფერს არ გვეუბნება, იესო ქრისტე იყო ის ერთგზის მოსული და ერთგზის შეეწირა, არ არსებობს სხვა ჯვარცმა, მეორედ განმეორებული სიკვდილი, რადგანაც პავლე ამბობს გასაგებად, რომ კვეთით ამდგარი აღარ ემორჩილება სიკვდილს, ის აღარ კვდება. ასე რომ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი იმაზე, რაც არ ვიცი. მე უბრალოდ რაც წერია, იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, მე არაფერს არ ვამტკიცებ. შეგიძლიათ გადაშალოთ რომელთა წერილის მეხუთე თავი. რომელთა წერილის მეხუთე თავი. საქმე მოციქულთა პირველი კორინთელთა არ გვინდა, მეორე ივანეს ეს არა, რომელთა მეხუთე თავი უნდა იყოს ერთი წამით. რადგანაც ვიცით, ეს არის რომელთა წერის მეექვსე თავის მეცხრე მოხლი, რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე კვეთით ამდგარი აღარ კვდება.
სიკვდილი ვეღარ უფლობს მას. თუ იესო ქრისტე კვეთთამღარი აღარ კვდება, მაშინ ვისკლავენ. ყოველკვირეულად. კარგი, მოკლედ ჩვენ გავაგრძელოთ შეკითხვები წაკითხვა. ბატონო ლევან, ის მაინტერესებს კიდევ, ქრისტე რომ ყვება იგავს კეთილ სამარიტელზე, თუ კი ებრძალებოდათ მის მოწაფეებს სამარიაში გადაგება, მაშინ ეს იგავი რა საჭირო იყო, სადაც სამარიტელი მოყვანილია მოყვასად, თუნდაც ეგეც დამაბნეველია, საუკუნოვანი მტრობა და სერიოზული საწმეობრივი განსხვავებები არსებობდა სამარიტელის და ებრაელების შორის. ბევრი პარალელებია, რომელსაც რატომღაც ესენი ყურადღებას არ აქცევენ, ამობენ, რომ ეს თქვენი საქმე არ არის, თქვენ არ გეულებათ ამის განხილვა. არ არის თქვენი საქმე. და სულ დამთავრდა. მოკეთეთ, გეუნებიან კულტურულად. გაჩუმდით. მაშინ რატომ თავაზობ ამას? თუ თავაზობ, ამიხსნა. თუ ვერ მიხსნი და მაჩუმებ, მაშინ რატო ავრცელებ? რატო უწევ იუდაიზმის პროპაგანდას, ხო? ქრისტიანობის სახელით. წარმართა გზით ნუ წახვალ და სამარითა ქალაქში ნუ შეხვათ, არამედ უფრო მეტად ისრაელის სახლის დაღუპულ წყებთან მიდით. პატესახალება მიერთავის 5:6 წელი. აქ პირდაპირ ამას წვალებლებთან ნუ მიხვალთო. და შემდგომ კეთილ სამარიტელზე ყვება იგავს, თანაც მოწაფეებს მათი შემოსვლა უნდათ ცეცხლით. და ქრისტემ არ მისცა ნება, არ იცით რომელი სუნისანი ხართ, ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეგ მუხლები. ამხსენით ცოტა დავალოგოთ ეგ ყველაფერი განვავრცოთ. რა ვიცით რომელთა 10:9-ში პავლე ამბობს, რომ თუ შეინტაღიერებ რომ იესო არის ადონაია, მაშინ გადარჩებიო და ადონაი და იესო სხვადასხვა ღმერთი გამოდის, დამაბნეველი პავლეც ეგეც განმატოთ. მეათე თავის მე-9 მოხსე. მეათე თავის მე-9 მოხში რა წერია. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს, ხოლო შენს გულში იწამებ რომ ღმერთმა აღადგინა ის კვეთით წონდები, რა თქმა უნდა აქ არ არის მოხსენებული რომ ადონაი არის იესო ქრისტე არის უფლად მოხსენებული, რომელიც ღმერთმა გახადა ჩვენს უფლად და აქ წერია რომ თვითონ კი არ აღდგა იესო, არამედ ღმერთმა აღადგინა ის კვეთით. მაშინ დაწერდა უფალმა აღადგინა. ღმერთი და უფალი სხვადასხვა ცნებებია. უფალი ეწოდება აბრაამსაც, უფალი ეწოდება მოსესაც, ფარაონის თვალში. ასე რომ უფალი ტერმინი უფლობა მოდის ღმერთიდან. როგორც ქრისტე, ანუ მიღწევა. ასე რომ აქ არ წერია რომ იესო ადონაი არის. ხო, თუ მესიები მიდიან და მოდიან, კვლავ მაშინ რეინკარნაცია გამოდის, მაგათი სწავლები და ჩვენ შეიძლება მრავალგზის ვიყოთ მოსული. ცოტა აბსურდული მეჩვენება არ ვიცი ზუსტად და ვერ ვიყევი იუდაიზმში. ხო, ნუ მოკლედ მთელი თალმუდი ეგრეა, ხო, გაურკვევლობებით სავსე, ანუ ისიც მართალია და ისიც მართალია ორივე ღმერთისგან არის. ნუ ასე ყოველ შემთხვევაში ასე ასწავლიან. დანარჩენი ვისაც აინტერესებს ახლა განვითარდეს და იუდაიზმში, შეუძლიათ გაიცნოს მათ სწავლებებს და მოусმინოს. რაც შეეხება რეინკარნაციის თემას, პავლე მოციქული ამას უარყოფს, ეს არის მე-9 თავის ბოლო მუხლები 27-28 მუხლი ის წერია. და როგორც კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ სამშაბლო, ასევე ქრისტეც ერთხელ რომ შესწირეთ თავი მრავალთათვის, ცოდვათა წარსახოცად მეორედ გამოჩნდება არა ცოდვების განსაწმენად, არამედ მათთვის, რომელიც მოელიან მას მხსნელად. აქ პირდაპირ უარყოფილია ის, რომ იესო ქრისტე კვლავინდებურად განახდება სიკვდილისთვის, კვლავინდებურად მოდის, რომ დაატყვევონ და მოკლან ჯვარზე და კვლავინდებურად რომ აღდგეს და ჩვენი ცოდებისათვის მოკვდეს და ამაღლდეს მამასთან. პირდაპირ ამბობს, რომ ერთია სიკვდილი, ადამიანი კვდება ერთხელ და ერთია გასამართლება. ანუ თუ რეინკარნირებული ადამიანი არის, მაშინ მას მრავალგზის მოუწევდა ამ საქმეებზე პასუხისგება. ანუ გასამართლება ერთი არ იქნებოდა ის კონკრეტულად, რომ ის გასამართლებისთვის აღდგება ამ საქმეებისთვის, როგორც იმ ერთ სიცოცხლეში იცხოვრა. ეს მუხლები აშკარა წინააღმდეგობაში და ვინც ამაში წინააღმდეგობას არ ხედავს, იქ ჩემი პრობლემა არის. აი წავიკითხოთ ტექსტი. და როგორც კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი, ახე ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მეორედ კი არაო და მესამედ კი არაო, თუ მე ერთხელ მიწერია. როგორც პიროვნებას სხეულში მოსულ სიკვდილი, რას ქვია რეინკარნაციას განვიცდი. მე ერთხელ კი აღარ ვიქნები მოკლული. მე ბევრჯერ ვიქნები მოკლული და ისე დაბრუნებული სხეულში. თუ ამ კონკრეტულ ლევან პეტრიაშვილზე საუბარი, რომელიც წარსულში სხვა სახელი და გვარით იყო, კიდე ცალკე საკითხავია, რამდენად სწორია ის, რომ თქვათ ერთხელ მოკვდი, ხო? ლევან პეტრიაშვილი შეიძლება კონკრეტულად ერთხელ მოკვდეს, მაგრამ ის პიროვნება, რომელიც ლევან პეტრიაშვილამდე იყო სხვა სული, ანუ ჩემი სული სხვა სახელში, თუ ის მოკვდა ერთხელ, მაშინ რანაირად არის გასამართლება ერთი, ჩემისაც და იმისიც. როდესაც ის სხვა სახელი და გვარითან, მე სხვა სახელი და გვარითან. და ასევე ქრისტესაც ერთხელ რომ შესწირეთ თავი მრავალთათვის, ცოდვათა წარსახოცად მეორედ გამოჩნდება არა ცოდვების წარსაწმენად, არამედ მათთვის, რომელიც მოველიან მას ხსნელად. ახლა ჩვენ იესოს კი არ მოველით, რომ ცოდვას მოგიტევოს და მეორედ კიდე მოკვდება ჩვენთვის. ერთხელ რომ შესწირეთ თავი, თუ რეინკარნაცია არსებობს, მაშინ გამოდის, რომ იესო ქრისტე მრავალგზის კვდება.
ჩვენი წოდებისათვის და არა ერთგზის. ესეც ფიქრობ, რომ წინააღმდეგობა არის. ხო, წოდების მიტევება და ხსნა ხდება იესო ქრისტეს მსხვერპლით და წყალობით, მაგით და ათასწლოვანი რეინკარნაციული ციკლით. ეფესელების მეორე თავის მეორე მეცხრე მოხლის თანახმად. წავიკითხოთ, საინტერესოა. ასე კარგია ხოლმე დიალოგი. ეფესელების მეორე თავის, ანუ გამოდის, რომ არანაირი რეინკარნაცია არ არსებობს და რანაირად გამოეცხადა მოწაფეებს მოსე მთაზე და ელია ფერისვალების ეპიზოდზეც ვისაუბროთ. ხო, ელია როგორც მოგეხსენებათ, არ განუცდია მას სიკვდილი ცოცხლად აიტაცა და რაც შეეხება მოსეს ხეულზე, მთავარანგელოზი მიქაელი ედავებოდა არსებობს მოსეს ამაღლება, სადაც მე-13-მე-14 თავები ამოხეულია და აქვთ ამაზე წტომა ებრაელებს, როგორც მე ვიცი, მაგრამ რატომღაც მე არ მაქვს ეს ტექსტი, ამოხეული ტექსტი მე-13-მე-14 თავი, სადაც საუბარი არის, რომ მოსეს ხეული არ მომკვდარა. ის ცოცხლად აიტაცა მთავარანგელოზმა მიქაელმა სამოთხეში, როგორც მელქისედეკი, მეორე ენოქში რო არის საუბარი. და ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა ტექსტი მოსეს შესახებ, რომელთომ ის ავიდა ამრინის თავზე თუ ხო, ამარინის თავზე თუ. და მოკვდია უთხრა ღმერთმა, რა თქმა უნდა, ეს მოსე არ მოკვდა, თუ მოკვდა ის ელიასთან ერთად ვერანაირად ვერ გამოეცხადება და გამოდის, რომ ესე იგი რომელიც სულით გამოეცხადა. თაბორის თაზე მოსე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ლუკას მათეს სახარების მე-18 თავია თუ არ ვხდები მე-18 თავია ხო ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრეთ შეგიძლიათ გაეცნოთ მეორე თავის მერვე მე-9 მოხლები წავიკითხოთ ეფესელების ფრთხილად არავინ გასტუნოთ სიბნის მოყვარებით და ფუჭის სასტურით კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის წესის თამები და არა ქრისტეს თანახმად რადგან მასში მკვიდრობს ღვთაების მთელი სავსება სხეულებრივად და თქვენ სავსენი ხართ მაშინ ვინც არის თავი ყოველი თავრობის და ხელმწიფებისა და ათასწლოვანი რეინკარნაცია. ხო, ის არის თავი. ხო, არავინ გასწონოთ, კი ბატონო. ადონაის ხმა რომ გაისმა. ზეციდან ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ეს უნდა გაურკვეველი, ანუ ღმერთი ამპარტავნობს და ამაყობს თავის შემოქმედებით ძე რას ნიშნავს. ხო, ნუ თუ ჩვენ მიჯერებთ იმას, რომ მე და მამა ერთი ვართ ამ მოხლის მიხედვით, გამოდის, რომ იესო ქრისტე, როგორც ღმერთი საკუთარ თავს მიმართავს ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე. პირდაპირ ასე წერია, რომელიც მოვიწონე მე. ანუ თავმომწონე ღმერთია, რომელიც ჩვენ გვანახებს, ნახეთ, უყურეთ, მე როგორ მომწონს ჩემი თავი. ნუ ასეა. თუ ჩვენ გავიგებთ ამ მოხს, რომ მე და მამა ერთი ვართ. ნუ არ ვიცი, რანაირად იყო ერთი, ეგ თქვენი განსაზღვრებია, უკვე მე აღარ ჩავეძიები ამ ყველაფერს. ელიას საერთოდ არ უნდა ეწეროს, მან გადაწერეს თურმე და სახელი ჩაუმატებიათ ელია, ანუ მიხვდებაო ხალხი უფრო. რას ქვია ჩაამატეს? როგორც ეწერა, ზუსტად ისე უნდა გადაეწერათ. ელიას ხსენება, რომ დომებოდა სულიწმინდას ლუკას დააწერინებდა. იქნება მე არ მინდა ადამიანის კონკრეტული სახელი და ვახსენო. შენ რა უფლება გაქვს, რომ წერი ადამიანის სახელს? ვინც მე არ მინდა. ვინ გეკითხება რომ ჩამიწერე მისი სახელი? მე არ მინდა იქნება სახალხო თქვა ეს. შენ ვინ გეკითხება რომ ჩაწერო ელია? მაშინ სულიწმინდა თავად ეტყოდა ლუკას ელია ჩაწერო. თუ მართლმადიდებლები აღიარებენ რომ ადონაი, ანუ იაჰვე, იგივე იესო ქრისტე იყო, ამოხლით გინდება რომ იესო საკუთარ თავს ეშმაკს უწოდებს. ელიას ხელით წვავდა იესო ხალხს და ეშმაკეული თავის თავს უწოდა? ეს უკვე დამამნეველია. ანუ თუ იესო წვავდა ელიას ხელით, რანაირად იყო ელია იესოს თვალში ეშმაკეული? ხოლო თუ კი ელია ადონაის ხელით მოქმედებდა, ადონაი ხო იგივე იესოა სამებისთებისთკენ, ხო ტრინიტატებისთკენ. როგორ იყო ელია ბოროტი, როცა ელია ემორჩილებოდა ადონაის და სამებისთებს თუ დაუჯერებთ ადონაი, ანუ იაჰვე იგივე იესოა. რანაირად გამოდის მაშინ იესო მომხრე ყოფილი ადამიანების ცეცხლით დაწვის? იესო შურიძებაზე მაღლა დგას, მაგიტო უთხრა ალბათ ეგ, არ იცით რომელი სულისანი ხართ, რომელი სულისგან იყო ელია. ძველ თქმაში კიდე შურიძებები ბევრია. და რომელი სულისგან იყო ელია იესოს თქმით? თუ კი მან დაავალა ელიას ხალხის ცეცხლით დაწვა, გადამწერმა ჩათვალა რომ ელიას სახელის მიწერა და კონკრეტების მიზნით კარგი იქნებოდა მკითხველისთვის,
და მიტომ მიაწერა. თუმცა ვერ გაითვალისწინა მომავალი შეცდომა, რაც მოხდებოდა ტექსტის გააზრებისას. იესოს მიერ ელიას დაკნინებას. ასეთ შეცდომას ხომ არ დაუშვებდა? დავიჯერო ღმერთმა თავისი წიგნი შეცდომების დაშვებისგან ვერ დაიცვა? თუ კი ეს იყო შეცდომა, არამედ ხელით იყო გადაწერები და დააკონკრეტეს პიროვნება კერძოდ მეოთხე მეფეტას პირველი თავის მე-12 მუხლიდან და არ დაუმატებიათ არაფერი, ელიას გულის ხონდა დაუშვათ ლუკაც უბრალოდ სახელი არ ქონდა ჩაწერილი, მაშინ რატომ ეუბნებიან მოციქულები ჩვენ ვიტყვით, ანუ ელიას გარდა სხვებიც აკეთებდნენ ამას? კონკრეტულად ამ მუხლში არ არის მითითებული, რომ ლუკა მახარებელი საუბრობს ელიაზე, არამედ აქ არის მოციქულები, რომლებიც იგივეს აკეთებდნენ, რასაც აკეთებდა ელია. ეს უკვე გასაგები არის, ამას ჩვენ ჩავკეცავთ და შემდეგი კითხვა. დიდარში და ლაზარეშიც არის, რომ არც ერთ გარდაცვლილის შეუძლია უკან დაბრუნება. ებრაელთა მეცხრე თავი წავიკითხოთ 27-ე. და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება, ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შეწირა თავი, რომ ეტვირთვა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად. მოკლედ ტექსტი პირდაპირ გვეუბნება, რომ იესო ქრისტე არანაირად არ მეურდება დედამიწაზე. ის ერთხელ მოვიდა მარიამის მიერ გაჩენილ უბიწოდ ჩასახულ სხეულში, რომელიც მან სულიწმიდით შეიმოსა. და როგორც კომენტატორები ამბობენ, რომ თვითონ ლუგოსმა საკუთარი თავი აქცია ხორცად მარიამის წიაღში, სულიწმიდის შთასახვით და ის აღარ განმეორდება მეორედ იგივე სახით. ეს იქნება მარიამი ლოგის შეურაცხყოფა, თვითონ ტექსტის შეურაცხყოფა, რადგანაც წინასწარმეტყველება მარიამის მეშვეობით აღსრულდა. მარიამის თანხმობა იესო ქრისტე, როგორც მესია, როგორც სიტყვა ლოგოსი, ვერ მოირინებოდა ხორცში, თუ ეს არ იქნებოდა მარიამის თანხმობაც, რა თქმა უნდა, რომ აღსრულებული იყო წერილი. რატომღაც ყველაფერი სასწაულებზე არის ორიენტირებული და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ეს კანონები, ფიზიკური კანონები მხოლოდ და მხოლოდ იმათთვის იღება, ვინც ეს სახარებები დაწერა და ქრისტიანების სასარგებლოდ იღება ფიზიკური კანონები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რათა აღსრულებული იყო წერილი. მეტი არაფერი. თელს ახალ აღქმაში და წინა წერილში ჩვენ ხედავთ, რომ წერილები, ანუ ფიზიკური კანონები, ბუნებრივი კანონები მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანებისათვის სასარგებლოდ ირღვევა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რათა აღსრულდეს დაწერილი, აღსრულდეს წერილი. გაიგე, ახლა იმ წერილში რა უნდა აღსრულებულიყო. კარგი, მოკლედ გავაგრძელოთ. ასე გამოვა, თუ იესოს ბრძანებით წვავდა ელია ცეცხლით ხალხებს, მაშინ როცა იესო ეუბნება მოწაფეებს, არ იცით რომელიც სულისანი ხართო, საკუთარ თავს ამხელს. უბრალოდ ეხლა კეთილი სულით მოვიდა, მაშინ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მაშინ საკუთარ თავს იესო. ლუკას ახარება მეცხრე თავის 56 მუხლი წერია, რადგან ძეკაცის ადამიანთა სულების წარსაწმენად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად, მაშინ ადონაი დასაღუპად ყოფილა მოსული და წარსაწმენად, თუკი ხალხს ელიას ხელი წვავდა და ბუგავდა ბავშვებს და დედებს და ქალებს. ქრისტემ გონი წინააღმდეგობაში აქ ადონაისთან რომ დაფიქრდეთ. მე-18 თავის მეცხრე მუხლში იესო ქრისტე თავს იმართებს მამასთან, ადონაისთან და ამბობს, რომ მიჩენ მომეცი არავინ მათგანი წარწყდა არც ერთი. არავინ მათგანი წარწყდა, ანუ ფაქტიურად თუ ვინმე წარწყდა, ვინც მას მისცა ღმერთმა, და მათ შორის ერთ-ერთი იუდა იყო, წარწყმეთის მიზეზიც იესო გამოდის, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს წარწყდა. თუ იესო არ იყო წარსაწმენად მოსული, მაშინ არც ეს სიტყვა არ უნდა ეთქვა, როგორც სიტყვა ღმერთს, რომ მიჩენ მომეცი არავინ წარწყდა მათგანი. ვის წარსაწმენად იყო მოსული. თან სადმა თქვა მის სიტყვები ნახსრულებული იყო, რომელიც თქვა, სათქვა იესომ ქრისტე, რომ მიჩენ მომეცი არავინ მათგანი არ დამიღუპავს, არა წარწყდა მათგანი არც ერთი. თუ ის სახსნელად იყო მოსული და არ უნდა არავის დაღუპვა და ადამიანის სულების წარსაწმენად არ იყო მოვლენილი. ესე წინააღმდეგობაშია იოანეს სახარების მე-18 თავის მე-9 მუხლთან. თქვენი მამა ეშმაკია და თქვენი მამის გულის თქმით აღსრულება გსურთ. ის კაცისკვლელი იყო დასაბამი და ჭიშმარიტებაში ვერ დამკვიდრა, ვინაიდან არ არის მასში ჭიშმარიტება. იოანეს სახარება 8:44 მუხლი, რომელ მამაზე აქ საუბარი. საინტერესო შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ქრისტე, რომელიც ესაუბრებოდა იუდეველებს, კერძოდ აქ არ ესაუბრებოდა მღვდელმთავრებს, არამედ ხალხს მიმართავს, რომ თქვენ, რომელსაც მამას უწოდეთ, ის არ არის მამა ჩემი,
მაგრამ ღმერთს, რომელსაც მე მამას უწოდებთ, ის მამა თქვენიც არის. და რომელსაც თქვენ ღმერთს მამას უწოდებთ, ის მამა ჩემიც არის. ეს ნათლად ჩანს ივანეს სახარების მერვე თავში, რომ იესო ქრისტე იმ ღმერთს, რომელსაც ებრაელები ღვთისმთავრებით აყვანსცემდნენ, იყო იესო ქრისტეს მამაც და იერუსალიმის ტაძარი, რომელიც იყო აშენებული მათი მამა ღმერთის ადონაის სახელზე, იესო ქრისტე მიუთითებს, რომ იერუსალიმის სახლი არის მამამისის სახლი. შეგვიძლია ჩვენ ნახოთ ეს ტექსტები. ეს არის მეორე თავის მე-13 მუხლი ივანეს სახარების და მერვე თავის 54 მუხლი. ახლდებოდა იუდეველთა პასექი და ავიდა იესო იერუსალიმს და ნახა ტაძარში ხარები ცხოვრებით და მტრედებით მოვაჭრენი და მსტომარი მეკერმე და დაწნა თოკებისგან შოლტი და გამოყარა ტაძრიდან ყველა აგრეთვე ხარები და ცხოვრები და მიმოფანტა მეკერმეთა ფული და აღირავა მათი დახლები და მტრედებით მოვაჭრეებს უთხრა გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუაქცეთ მამის ჩემის სახლს სავაჭრო სახლად. ანუ იესო ქრისტე აღიარა რომ იერუსალიმის ტაძარი იყო მამამისის სახლი. იერუსალიმის ტაძარი რო ადონაის სახელზე იყო, ეხლა იქ სხვა სახელი არის, ჩემი სახელი იწოდება, ჩემი ტაძარი ვამბობს. ის სოლომონმა მოკლედ დავითმაც აუშენეს ადონაის და რა იესოს. იესოც აღიარებს რომ მამამისი თვითონ არ არის. კარგი. რატომ ამბობს მამის მიმართ, რატომ მიმატოვეო? გადააგდო ადონაიმ ჟარგონი რომ გამოვიყენოთ. მოსეცხო მოატყუა უდაბნოში რომ ატარა 40 წელი და აღთქმული მიწა არ დაანახა. არც მას და არც იქ ხუცესებს, გარდა ბავშვების და იესო ნავესზე. ეგეც თქვათ, ვინაა ადონაი ბოლო-ბოლო. გადმოიხედა ადონაიმ ღრუბლებიდან და ეს არის ჩემი ძეო მოწონებულიო. რამხილ ამპარტავნება, რაში ჭირდებოდა ღმერთი თავის მოწონება ცოდვილთა წინაშე. ჩვეულებრივ მოკვდავი არ იწონებს თავის წარმატებული შვილებით თავს. საქმე მან გამოგაჩინოსო და რა საჭირო იყო ეს ბაქიბოქი. მე ჩემი ინტერპრეტაციაში არ ჟება სერგთან მაინტერესებს მე ვინ რა გაიგო და ვინ როგორ ახსნა ეს მოხდა. ტექსტი პირდაპირ გვეუბნება რომ სამებისტების თქმით იესო ღმერთმა საკუთარი თავით მოიწონა. საკუთარი თავი დაამოწმა, მე მომწონს საკუთარი თავი. ძეში. კარგი, ხა ჩვენ გვინდა გვეთქვა კიდე მერვე თავის. კონკრეტულად სადაც იესო ქრისტე ამბობს რომ მათი მამა, რომელსაც ისინი ღმერთს ეძახიან, არის თავისი მამაც. აი ნახე 54 მუხლი მერვე თავის. მიუგო იესომ, თუ მე ჩემ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამა ჩემი მადიდებს. ვისთვისაც თქვენ ამბობთ, ის არისო ჩვენი ღმერთი. აქ იესო ქრისტემ აღიარა, ებრაელები, რომელსაც ისინი მამას უწოდებდნენ, იმ ღმერთს, რომელსაც მამას უწოდებდნენ, არის იესო ქრისტეს მამაც და იესო ქრისტეს ღმერთიც. 54 მუხლი ეწინააღმდეგება იმას, რომ ებრაელების მამა ეშმაკი არის. გამოდის რომ თუ ებრაელთა მამა ეშმაკია, იესო ქრისტეს მამაც ეშმაკი ყოფილა. თვითონაც ეშმაკი შვილი ყოფილა, მაგრამ იესო ქრისტე, რა თქმა უნდა, არც ერთი თეოლოგი და არც ერთი ქრისტიანი ამას არ იტყვის, რომ იესო ქრისტე საკუთარ მამას ეშმაკი უწოდა. მე მგონი ამ უწურეთ თემა საინტერესო იყო. რა ვიცი, ჩემთვის პირადად იყო სიახლე. და მე მგონი დავასრულოთ ჯობია, ხო? რას თქვით თქვენ? თუ არის შეკითხვები დამეცით. თუ არა და დავასრულოთ. ძეობრივი და ღვთაებრივი კავშირი ჰქონდა იესოს ადონაისთან. ტაძარს მამისახლად მოიხსენებდა რა ღვთის ტაძრად. მაგ სიტყვასაც უნდა მივაგრძელოთ ყურადღება. ბევრს გვეუბნება იოანეს 2:16. მტრედებით მოვაჭრებს კი უთხრა, გაიყვანეთ ესენი აქედან და მამა ჩემის სახლს სავაჭრო სახლად გადააქცევთ. ტაძარი, რომელიც სახელზეც იყო აშენებული იერუსალიმი, იყო ადონაის სახელზე. ასე თუ იესო ქრისტემ ტაძარს უწოდა მამის სახლი, ავტომატურად აღიარა რომ ადონაი იყო მისი მამაც. თუ ებრაელების ადონაი ღმერთი, მამა ღმერთი ეშმაკია, მაშინ იესომ აღიარა რომ ისიც ეშმაკი შვილი ყოფილა. ასე გამოდის. მაგ ინტერპრეტაციით თუ იერუსალიმის ტაძარი ეშმაკის სახელზე იყო აშენებული. კარგი, შეკითხვები თუ აღარ აქვს, დავასრულოთ. მე მგონი საკმარისად ვისაუბრეთ, რაც საჭირო იყო.
ვისაც ყური აქვს მოისმენს, ვისაც არა ყურები კი, რაც აუნდა ფაქტებით ესაუბრა, მაინც არ მიიგებს. იმიტომ რომ ასე თვლიან საჭიროდ. ამიტომ რომ ჩემს სახლს ლუცის სახლი ერქმევოდა, როგორც ხდება ადონაისი თუ იყო ტაძარი, უთხრამად იესო, დაწერილია ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. ხო, ვაჭრობა აკრძალული არის ტაძარში და თუ აკრძალული იყო, მაშინ რაღაც ყიდნენ იქ ცხოველებს, ხო რატო ხელს არ უშლიდნენ ამაში მგვრებს. თუ აკრძალული იყო იქ ვაჭრობა. პირველ რიგში მგვრებს მოეთხოვებოდათ ამაზე პასუხი. ლუკას მათესახარების მიხედვით იესო საკუთარ სახლად მოიხსენეთ ტაძარს, ანუ ადონაი გამოდის, დამაბნეველია ძალიან. ნახოთ მათესახარება 21 თავი. 13 მოხლი, ახალ მეკობრებო. და უთხრა მათ, დაწერილია, ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება. თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. არა, იესო არ ამბობს ამას. ეს არის ამას მოყავს ციტირება ძველი აღთქმიდან. ეს არის კონკრეტულად იერემია 7:11. მოდი ნახოთ. იესო არ ამბობს, რომ იერუსალიმის ტაძარი მისი სახლია. იერემია 7:11. წერი აზის კვერცხებს, რომლებიც თავად არ დაუდვია. ასეთია კაცი, რომელიც უსამართლოდ იღვეჭ გონებას, ცხოვრების შუაძალზე გამოეცდება ხელიდან და საბოლოოდ ცარიელზე დარჩება. უпростоრედ 7:11 შემეშალა. ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახლით იწოდება? აჰა, მეც ხედავ, რომ ასია, ამბობს ადონაი. კი ბატონო, აქ პირდაპირ წერია, რომ იმ დროსაც იყო ვაჭრობა ტაძარში, რაც ადონაი წინააღმდეგ იყო ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა იერუსალიმის ტაძარზე ამბობს, რომ ავაზაკთა ბუნაგი ხომ არ გონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება. პირდაპირ ამბობს, რომ იერუსალიმის ტაძარი იყო ადონაის სახელით წოდებული. ასე რომ იესო ქრისტეს მოყავს წინასწარმეტყველება იერემია მე-7 თავის მე-11 მუხლიდან და არა ციტირებს თავის სიტყვებს. თქმა უნდა აქ ამბობს ადონაი და არა იესო ქრისტე. არის შეკითხვები კიდე? მათე 21:12-ში ხო 21:12-ში იესომ ტაძრიდან გამორეკა ყველა გამყიდველი და ვის ტაძარში იყო აყირავა ფულის გადამცველთა მაგიდები და ტრედების გამყიდველთა სკამები. და უთხრა მათ, დაწერილია, და სად არის დაწერილი იერემიას მე-7 თავის მე-11 მუხლში. ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი იქ ძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. მოკლედ პასუხები გაიცა, აქ არაფერი არ არის ის გაუგებარი. ასევე ესაიას 56:7-ის მიმითითებს, მაგასაც ნახავ არ არის პრობლემა. ესაია 56 მე-7 მუხლი. მივიყვანე ჩემს წმინდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარე. მათი აღსავლენი და მათი მსხვერპლი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა სახლის სამლოცველო სახლი დაერქმევაო. ანუ პირდაპირ წერია, რომ სახლი, მისი სახლი, რომელიც იერუსალიმის ტაძარი იყო ყველა ხალხის სამლოცველო სახლი და ამათმა ავაზაკთა ბუნაგად აქციეს. ძარცველთა ბუნაგად. დაწერილია, ანუ ძველი აღთქმიდან მოყავს გასაგებია საინტერესო ადონაიზე საუბრობს. ანუ აღიარებს ადონაის იესო მაგ მუხლით პირდაპირ აღიარებს ადონაის ღმერთად, თავის ღმერთად, რა თქმა უნდა, აღიარებს, რომ ანუ ებრაელებს კი არ აყენებს შეურაცხყოფას, რომ თქვენი მამა ადონაი ეშმაკია, არა. აღიარებს იმ დაწერილი და ამბობს, რომ მოსიმ ჩემზე დაწერა და ის მოვიდა წინასწარმეტყველო და სიტყვათა შესასრულებლად. და სრულიად სამართლიანად იწევს. რომ ტექსტი მოყავს კაცს, რომ არ უნდა იყოს ვაჭრობა ტაძარში. და ეს არ არის ჩემი ნება, არამედ მამა ჩემის. მამა ჩემის სახლია ეს და ესე მოაუფასურეთ მამა ჩემის სიტყვებს, რასაც გეუბნებათ, პატივი ეცით, როგორც მალაქია წინასწარმეტყველში ამბობს ადონაი ღმერთი. აი შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ ეს მუხლი მალაქია წინასწარმეტყველის
მეორე თავი არის აი რას აქვს. განა ერთი მამა არა ყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩვენა? მაშინ რატომ უხანოთოთ ერთმანეთ, რომ შევლახოთ ჩვენი მამაპაპის აღთქმა? და კიდევ. უფალს ზურს გაყრა, ამბობს ადონაი. ისრაელის ღმერთი და თავისი სამოსილის ძალადობით დამფარული, ამბობს საბაოთ უფალი. გაუფრთხილეთ თქვენ სულს და ნუ იქნებით ხარატიანი, ანუ გაყრის მოწინააღმდეგეც არის და მოსე ვისი მეშვეობით ადგენს გაყრის კანონს ჩემამდე არ მოდის. პირდაპირ აკრძალულია გაყრა. და კიდევ არის ერთი მუხლი, იმასაც წავიკითხა აუცილებლად. პირველი თავის მეექვსე მუხლი მალაქია წინასწარმეტყველის შვილი პატივისცემს მამას და ყრმა თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდანი შიში? თქვენ გეუბნებათ საბაოთ უფალი, მღვდლებო. ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო. თქვენ კი ამბობთ, რითი შეურაცხმებით შენი სახელიო? მოგაქვთ ჩემ სამცხეებზე წაბილწული პური და ამბობთ, რითი წაგბილწეთო? იმით რომ ამბობთ, საუფლო ტაბლა შესაზიზღიაო. ანუ იესო იძახის მამა ჩემიაო სულებს ხუპავდაო და მე სულების სახსნელად მოვედიო. მამას დაუპირისპირებ, თანაც მამის სახლის დამცველად გამოდის და უყირავა ხალხს ვაჭრობა ტაძარში. მაგიდები ხო ვაჭრობა, ესე ტაძარში აუგზავნე. რადგან ზეკაც ადამიანთა სულების წასაწყნად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. ხო, ესე გამოდის, რომ ძველი აღთქმის ღმერთს ადამიანთა სულების წარწმენდაში ადანაშაულებს, რატომღაც იქ ელია მოხსენებული, რომ თითქოს ელია, როგორც ადონაის კაცი, ამას აკეთებდა, რომ ადამიანების სულებს წმიდავდა, ცეცხლში რო წვავდა. მოკლედ, საინტერესო იყო, იმედია, მოგეწონათ, დავასრულოთ ეს ლაივი. ბევრი არ გვიდა, იმიტომ რომ მსმენელიც გადაიტვირთება და ბევრს მსმენელთა უძურების გამო ჩვენ ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, რაც ვილაპარაკეთ, იმისიც მე მგონი საკმარისია. დაგემშვიდობებით, დროებით, კარგად ბრძანდებოდეთ.